დიახ. აჩვენებია. ხო. კარგით. ხო, ანუ მოკლედ რო შევაჯამოთ ის ნაწილები, რაზეც ვისაუბრეთ. ანუ ეს რევოლუციების ხანა რაც დაიწყო ევროპაში, ზოგადად იყო ფაქტობრივი გაგრძელება, ну საფრანგეთში განსაკუთრებით იმ გარემოებების, რაც შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო ფრანგული რევოლუციით. ანუ ფრანგული რევოლუცია რა იდეის მატარებელი იყო ფრანგული რევოლუცია? აი რატო დაიწყო ფრანგული რევოლუცია? ვინ ვის ებრძვის ზოგადად? ხალხი ებრძვის სახელმწიფოს, დიახ, და გამოვიდა, რომ ევროპაში არის ასეთი მდგომარეობა. ანუ 1789 წლიდან 1799 წლამდე საფრანგეთი ხდება პირველი მონარქიული სახელმწიფო. ისა პირველი რესპუბლიკური სახელმწიფო, რომელიც რესპუბლიკას გამოაცხადებს ევროპაში და დაუპირისპირდება მონარქიას. სანამ საფრანგეთი რესპუბლიკას გამოაცხადებდა, მანამდე ვინ გამოაცხადა კონსტიტუციური მონარქია? საფრანგეთამდე პირველი ვინ იყო? ეს იყო ინგლისი, ხო? თქვენ ისწავლეთ ჩარლზ პირველი, ჩარლზ მეორის თავისკვეთა, ჩარლზ პირველის თავისკვეთა 1659 წელს იანვარში, როცა ინგლისმა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლა ჩარლზი. და შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოიწვია რა? ის, რომ ინგლისი გახდა ფაქტობრივად პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდა მეფის უფლებები, მეორე გახდა უკვე უფრო აქტიურ მოცემულობით და პირდაპირ რესპუბლიკად რო გამოცხადა. ამ შემთხვევაში ეს იყო საფრანგეთი, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა, ღიად დაუპირისპირდა ამ შემთხვევაში ვის? მეფეს, ხო? და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, რომ საფრანგეთი გამოცხადდა რესპუბლიკად და ინგლისი კონსტიტუციური მონარქია, შეზღუდული მონარქია არსებობდა. ეს პროცესი გაგრძელდა, ნაპოლეონი კი გახდა იმპერატორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაპოლეონი იყო იმპერატორი, რომელმაც მიიღო ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. რომელი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო? საფრანგეთში ეს პროცესი როგორ? დიახ, სამოქალაქო კოდექსი. სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმიტომ იყო, რომ ამით ფაქტობრივად შენარჩუნდა 1804 წელს მიიღო ეს დოკუმენტი რევოლუციის მონაპოვარი მთლიანად და 1804 წლიდან მოყოლებული ეს პროცესი აქტიურად იყო, გაგრძელდა 1814 წლამდე, როცა ნაპოლეონი უშუალოდ პირველად გადასახლდება ელბაზე, მერე 100 დღით აიღებს მმართველობას, და 1814 წელს ფაქტობრივად რჩება მისი მართვა გამგებლობა და ეს საფრანგეთი, რომელიც პირველი რესპუბლიკა იყო, უცბად პირველ იმპერიად ჩამოყალიბდა, მერე გადავიდა მეორე რესპუბლიკაში, მეორე იმპერია და ასე გრძელდება. და 1814-დან უკვე სათავეში ნაპოლეონის შემდეგ მოვიდა, როგორც წეგან გითხარით, აქ დავწეროთ ნაპოლეონი, ლუდოვიკ მე-18. ხო? ლუდოვიკ მე-18 ვინ იყო ლუდოვიკ მე-18? რომელი თქვენი აზრით ლუდოვიკ მე-18 რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდა? აი ყველაზე ისეთი თავარი სახელმწიფო რომელი იქნებოდა, რომლის ინტერესებსაც ლუდოვიკ მე-18 და თვითონ მაშინდელი ლუდოვიკ მე-18-ის დროინდელი საფრანგეთი გაატარებდა. აბა რას ფიქრობთ?
თავარი ოპონენტი მოწინააღმდეგე ხო ინგლისი რატო იმიტომ რომ თავარი მოწინააღმდეგე სწორედ რომ იყო ამ შემთხვევაში ლუდოვიკ მე-18 ესა ნაპოლეონის ინგლისი ხო და შესაბამისად ვატერლოს კონფლიქტი შემდეგ მთლიანად შეიძლება ითქვას რომ ინგლისი ცდილობს რომ საფრანგეთში შეინარჩუნოს ძველი ჯერ ერთი რა ცინიზმია რომ საფრანგეთი რომელიც 10 წელი ძალიან ბევრს იბრძვის იმისთვის რომ რაღაცნაირად რევოლუციური მონაპოვარი შეინარჩუნოს ინგლისი უცბად მოდის სახელმწიფოში ანუ ასე ვთქვათ ჭდილში დგება ოღონდ რეალურად მართავს მარიონეტი მეფე ლუდოვიკ მე-18 და ინგლისის ინტერესების გამტარია ფაქტობრივი შეიძლება ასე ვთქვათ და ლუდოვიკ მე-18 მაინც დატოვებს ძალაში და მიიღებს როგორც წეგან გითხარით ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქარტია ხო რომელიც 1814 წლიდან 1824 წლამდე იყო ძალაში და ეს პროცესი გრძელდება ლუდოვიკ მე-18-ის შემდეგ უკვე მოდის შარლ მე-10 და შარლ მე-10 უკვე უფრო შეზღუდავს აი ამ დოკუმენტს და ფაქტობრივად შარლ მე-10 მიიღებს უფრო მკაცრ კოდექსს რომელიც ამ შემთხვევაში არის და შარლ მე-10-ს ექნება ალბათ პირველი მცდელობა იმისი რომ ქარტიის გარანტირებული უფლებები რომელიც პირდაპირ იცავდა სამოქალაქო უფლებებს ფაქტობრივად და ეს სამოქალაქო კოდექსის უფლებებს თავის მხრივ შეეზღუდა და მან მიიღო 4 ბრძანებულება შარლ მე-10 თავის მხრივ იყო ულტრა კონსერვატი 1830 წლამდე და 4 ბრძანებულება მიიღო ეს 4 ბრძანებულება საფრანგეთში ახალ კონფლიქტებს წარმოქმნის და ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს საფრანგეთს ამ შემთხვევაში და გადამრჩენელი ხატით მოდის ლუი ფილიპი რომელიც რეალურად უფრო დიდ დიქტატურას დაამყარებს ამ შემთხვევაში და ამაზეც ახლა დღეს ვისაუბრებთ თუ რა და როგორ განვითარდა და შეიცვალა. ანუ ეს ქარტია რომელიც იყო და ტოვებდა პიროვნების თავისუფლებას და რწმენის თავისუფლებას 1820 წელს მიიღო უშუალოდ ბურბონი მმართველმა ლუდოვიკ მე-18-მ და ნაპოლეონის დამხობის შემდეგ ფაქტობრივად ეს იყო პრეცედენტული ქმედება რომ იგი მაინც აღიარებდა პირად თავისუფლებებს მაგრამ მეფის მიერ მიცემული იყო და არა ხალხის მოთხოვნილი ასევე ქმნიდა ეს ქარტია ორ პალატიან პარლამენტს წარმომადგენელთა პალატა რომელიც ამომრჩევლების მიერ იქნებოდა შერჩეული და აი ეს ზუსტად ამას გულისხმობს რომ 100,000 ადამიანი აირჩევდა ამ შემთხვევაში და პერების პალატა კიდევ რომელიც უშუალოდ მეფის მიერ იქნებოდა დანიშნული არჩევნები ცენზურის გარეშე რო არ იქნებოდა ეს ხო ცხადზე ცხადია და ამიტომ ქონება გახდა ცენზურა ერთგვარი მხოლოდ დიდარი მოქალაქეები იღებდნენ და ფაქტობრივად ლუდოვიკ მე-18-ს ეს მიზანი ჰქონდა და გარკვეულწილად მან შეინარჩუნა ეს მონაპოვარი. ეხლა რაც შეეხება შემდგომ პროცესს შარლ მე-10 ეხლა შარლ მე-10-ს თუ დააკვირდებით აი ილუსტრაციაზეც კი ეტყობა ჩაცმა დახურვა უყვარდა როგორც ხედავთ მისი შესამოსელი ასე გამოიყურება და შარლ მე-10-ის ქონდა ძალიან ესეთი რეაქციული პოლიტიკა მისი მიზანი იყო რომ აღედგინა აბსოლუტიზმი ეკლესიის გავლენა ზრდა პირველ რიგში იმიტომ რომ იგი ფიქრობდა რომ ეკლესია იყო სახელდაკარგული მოგეხსენებათ ვანტოზის დეკრეტები რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს გამოიცა იმ დეკრეტებმა დაიწყო მიიღეს დექრისტიანიზაციის კანონი ხო და დექრისტიანიზაცია იყო ის რომ საერთოდ აიკრძალა ღმერთი ათეიზმი დამყარდა საფრანგეთში გახსოვთ ალბათ იმათ დროს რა ერქვათ იმას
მაქსიმილიან რობესპიერი იაკობინელების დიქტატურის დროს, ხო? და შესაბამისად ეს ათეისტური კულტი, რომელიც გონიერების ტაძრით და ცოდნით შეიცვალა, შარლ მეათეს ძალიან არ მოსწონდა, აღიზიანებდა და ეს მით უმეტეს ხალხის ეს რაღაც ანტიფეოდალური განწყობები უფრო მეტად აღიზიანებდა და მან პლუს ამას რომ ანუ ულტრა უკიდურესი კონსერვატორი იყო, აი რომ თქვათ, კონსერვატიზმი ტრადიციების მიმდევრობას გულისხმობს. ულტრა იცით რასაც ნიშნავს, უკიდურეს. ანუ თქვენს წიგნში ასე წერია ულტრა კონსერვატორი, ეს თარგმანი აღარ არის, ეს უკიდურესი კონსერვატორი, ყველაზე რადიკალი კონსერვატორი რო ხარ და ფაქტობრივად 98% რო ტრადიციები გინდა დატოვო და ფაქტობრივად ეს ნიშნავს რომ ახალ სიახლეებს არ იღებ და არც ვითარდები. ასე რომ შარლ მეათის ეს რეაქციული პოლიტიკა 1830 წელს უფრო გამკაცრდა, განსაკუთრებით ეს ივლისის ორდონანსების ესეთი გამოსვლების დროს 1830 წლის 25 ივლისიდან იწყება და მან როგორც გითხარით გამოსცა მანამდე სანამ ამოთხბრძანებას გამოსცემდა ბევრი რაღაც აკრიტიკებდა ქარტიას, ზედმეტად ლიბერალურიაო ამბობდა. ასევე მან მიიღო კანონი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს ემიგრანტები, რომლებიც ფრანგული რევოლუციის დროს გასახლდნენ. და მონარქისტი მომხრეები დააბრუნა ფაქტობრივად ქვეყანაში, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნიდან წასულები იყვნენ იმის გამო, რომ ეს საზოგადოება სეზიზღებოდა ზოგადად მონარქიის, აი როიალისტების მომხრე, ვინც კი აბსოლუტისტ და მონარქიას ხარს უჭერდა, ძალიან არ მოსწონდა. მიიღო კანონი ეკლესიის უფლებების აღდგენისთვის, რომელიც როგორც გითხარით, სახელდაკარგული იყო ფრანგული რევოლუციის დროს და ვანტოზის დეკრეტებიცას ფაქტობრივად ეს ეკლესიური თანამდებობა, მოდლები გაპარსეს, დევნიდნენ ეკლესიას, ხატები, კულტურა, ყველანაირი რაც კი იყო საეკლესიო ძვირფასეულობა განადგურდა. ასევე მიიღო კანონი, რომელიც უნივერსიტეტს უქვემდებარებდა ეკლესიას. რაც ნიშნავდა ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ეკლესიური აზროვნება ქრისტიანული თვალსაზრისით კი ქრისტიანული მოძღვრება კი ძალიან ფილოსოფიურად პროგრესულია, მაგრამ თვითონ საეკლესიო სახურება ყოველდღიურობაში არის უფრო ტრადიციონალიზმისკენ მიმართული, მორალისტობისკენ და რაღაც ესეთი ქცევები ახასიათებს და შესაბამისად ეკლესია, რომელსაც უნივერსიტეტს ანუ თავისუფლების სამეფოს როგორც ასეთი რომ შევაფასოთ უქვემდებარებ, ეს ნიშნავს რომ ანუ ამ უნივერსიტეტს შეუზღუდავ თავისუფლებას, იქ თავისუფლება, თავისუფალი აზრი აღარ იქნება, ხო? და ეს ყველაფერი ჩვენ ფაქტობრივად და ჩვენ რაღაც და საფრანგეთს აძლევს აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ კიდევ უფრო ამწოვებს აი ამ რევოლუციურ პროცესებს, რომელიც თითქოს და დასრულდა ფრანგული რევოლუციისას. და მიიღო ასევე კანონი ეკლესიის სახელის შეურაცხყოფისთვის, ეს იყო სიგიჟე, სიკვდილით დასჯა. ვინც კი ეკლესიას რაიმე სახის შეურაცხყოფას მიაყენებდა, სიკვდილით ჯიდა და ასეთი პრეცედენტული შედეგებით საბოლოო ჯამში იგი კიდევ არ გაჩერდება და 1830 წელს იგი მიიღებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კანონს და აი ამ კანონის მიხედვით 1830 წლის 26 ივლისს გამოსცა 4 ბრძანება გამოსცა და ამ 4 ბრძანებით უკვე პირდაპირ გააუქმა, რაც კი რევოლუციის მონაპოვარი იყო, გააუქმა პრესის თავისუფლება. შეცვალა საარჩევნო კანონი და კიდევ უფრო ისედაც ლუდოვიკ მე-18-ის დროს შემცირებული ეს რაღაცა 100,000 მოქალაქეზე დაყვანილი, დიდარ მოქალაქეზე დაყვანილი რაოდენობა კიდევ უფრო შებოჭა. შეცვალა საარჩევნო კანონი. ქვედა პალატა დაითხოვა. ვინ იყო ქვედა პალატა? ქვედა პალატას ირჩევდა ის 100,000 მოქალაქე. ანუ ფაქტობრივად რაღაც საჭირო იყო ისეც თუ აღარ ყავდა ქვედა პალატა, ვიღას უნდა აერჩია ხა. და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.
და ამ ყველაფერს მოჰყვა რასაკვირველი ხა ფრანგები ესე მარტივად გულხელდაკრიფილები არ დასხდებოდნენ ამას ფრანგებმა ბარიკადული ბრძოლებით უპასუხეს გამოვიდნენ ქუჩაში მუშები სტუდენტები 30-31 ივლისს და საბოლოო შედეგი რასაკვირველია რაც ყველა დიქტატურას ახასიათებს აბა ხა დიქტატორი თავს ხო არ მოიკლავს და ხო არ შეაკუდება თავის მიერ გაფუჭებულ ამბებს და საქმეს ყველა დიქტატორი საბოლოო ჯამში გარბის. შარლ მეათე გაიქცა შოტლანდიაში და ძალიან საინტერესოა ერთი დეტალი, რატო გაიქცა შოტლანდიაში და არა სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ ინგლისის ინტერესები კიდევ კარგად გამოიკვეთა, რომ ინგლისი ძალიან ისე მაშრება, რა ქვია, ცდილობს, რომ საფრანგეთის საშინაო საქმეებში ჩაერიოს. ანუ აი აქ თქვენ ხედავთ ახლა ამ 30 წლის ბარიკადულ ბრძოლებს ლუი ფილიპი, რომელიც ლუი ფილიპი ორლეანის ჰერცოგი, რომელიც ამ პერიოდში არის გამორჩეული ლიდერი და ფაქტობრივად 31 ივლისის რევოლუციის დროს იგი ხალხის გულს მოიგებს რაღაცნაირად დაიპყრობს და შესაბამისად მისი არჩევა იგეგმება უკვე შემდგომ მმართველად და ფაქტობრივად ლუი ფილიპი, რომელიც ორლეანის ჰერცოგი გახლდათ, აირჩევა, ეს არის ლუი ფილიპი, აირჩევა ამ შემთხვევაში ფრანგების ახალ მეფედ. მას უწოდეს ღვთის კურთხევით ფრანგთა მეფე და აი აქ არის უკვე დახატული შარლ მეათე როგორი კარიკატურული სახეა გამოკვეთილი და აქაც აი სხვათა შორის ფრანგებს აქვთ ესეთი მე გითხარით წინაზეც და ახლაც გაგიმეორებთ რომ ფრანგებს აქვთ ესეთი სახელი მსხალი, ხო? ესეთი მსხალი რო დავხატო ხო? ფრანგები ყველა მეფეს რომელიც ამ შემთხვევაში რაღაცნაირად გადაამეტებდნენ ხოლმე ძალაუფლებას უწოდებდნენ მსხალს და ეს მსხალი ეხა გამსხალდაო ფაქტობრივად რა და ეს მსხალი იყო სიმბოლო ეხა კარიკატურული სახელია ფორმაზომა თქვენ შეათარეთ ეხა რას და როგორ შეიძლება შეედაროს და მიემსგავსოს და ფაქტობრივად ეს კარიკატურული სახელით შეურაცხყოფას აყენებდნენ კონკრეტულად იმ მეფეებს, მონარქისტებს და სხვათა შორის ღვთის კურთხევით საფრანგეთის მეფე, რომელიც ლუი ფილიპი გახლდათ ორლეანის ჰერცოგი, ამანაც ვერ გაუძლო ამ ძალადობას, რა ძალადობას, ძალაუფლება, რომ შენში შემოდის და ფული და მონები და ის და ეს ვეღარ იტან უკვე და ფრანგების მეფე უცბად მეფე ბურჟუა რომელიც აი ამ ბარიკადულ კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა და გმირის სახელი იყო და ასე შემდეგ ძალიან მალე horrible ამბებში გაეხვევა და აქ თქვენ ხედავთ 1831-34 წლების ლიონის მუშათა გამოსვლებს რომელიც ლიონში დაიწყო და ეს გამოსვლები პირდაპირ პროპორციულად საფრანგეთში არსებულ მდგომარეობის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, იმიტომ რომ ფაქტობრივად საფრანგეთში ვერ ხერხდებოდა ვერანაირად უშუალოდ მის გამოკვეთა ეკონომიკური მდგომარეობა ვერ იცვლებოდა და შესაბამისად ამან შექმნა ძალიან რთული ვითარება და დაპირისპირება მუშათა კლასი, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია თქვენ იცით რომ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ეს მესამე ფენა გლეხობა გადაიქცა მეოთხე ფენად მთლიანად დაექვემდებარა ინდუსტრიულ წარმოებას, საფაბრიკო ქარხნებს და ასე შემდეგ და ეს შემოსავალი რომელიც ძალიან მწირი იყო უკვე პრაქტიკაში იკვეთება და დაბალი ხელფასები ჰქონდათ 18 საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდათ და აი ამ საზოგადოების უკვე ახალ მხსნელად გვევლინება ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი ნაპოლეონ პირველის ძმის შვილი რომელიც ასეთი სიმპათიური მამაკაცი იყო და მან სცადა
1836 და 1840 წლებში ორჯერ ლუი ფილიპის წინააღმდეგ აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას და ორჯერვე სცადა რომ რაღაცნაირად ის ექნა რა ქვია ხელისუფლებაში მოსულიყო და ლუი ფილიპი ჩამოეგდო რომელიც კარიკატურულად შედარებულია ასევე მსხალს ხო და ესეთი კარიკატურული სახე მიიღო ლუი ფილიპ ორლეანელმაც მეფე ბურჟუამ რომელიც ფრანგებისთვის ერთ დროს 1830 წელს მხსნელის სტატუსით იყო ფაქტობრივად და ძალიან მალე მისი მდგომარეობა ასე შეიცვალა და აი ამას დაემგვანა. ეს არის კარიკატურული სახე, რასაც თქვენ უნდა დაიმახსოვროთ ზოგადად. აი თან პარიკი რომელიც უკეთია, მერე სახე ნენელა ეცვლება და მერე უკვე ხდება et enfin si vous était conséquent vous ne serez absoudre c'était pour ხო აი ეს არის ბოლო მისი სახელი ფაქტობრივად და ფრანგებს ეს სახელი თუ ფრანგებმა გითხრეს საქმე დაგიძახეს ესე იგი ძალიან ცუდად გქონდათ საქმე ასე რომ რაღაცა ეს იცოდეთ ხო ეხლა როგორ ცადა ლუი ფილიპმა აი ამ სიტუაციის გამოსწორება ну ძალიან აბსურდული მეთოდებით ცდილობდა სხვათა შორის და ხალხს ვინც უყვარდა ის გაახსენა აი ფაქტობრივად ქართული ოცნებასავით იქცევა რა იმიტომ რომ ვინც ეზიზღება ხალხს იმას ახსენებს ან რაღაცა აი კარგი პროპაგანდისტი იყო ლუი ფილიპი ნაპოლეონის კუბოს გადმოასვენებს 1840 წელს და ამით ხაზს გაუსვამს რომ მეო ნაპოლეონის მიმდევარი ვარო და ესო რასაც ვაკეთებ ყველაფერს ნაპოლეონიც აკეთებდაო და ასე შემდეგ მაგრამ ეს კრიზისი მუშათა სიღატაკე მაღალი უმუშევრობა ყველაფერი ეს ძალიან ცუდ დღეში აგდებს განსაკუთრებით 1846-47 წლებში მოუსავლიანი წლები დაემთხვა საფრანგეთში და ვაჭრობა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა 1848 წლის თებერვალში საბოლოო ჯამში ოპოზიციამ რეფორმების მთელი კასკადი დაიწყო და რა მოხდა არ ჩანს აი გამოჩნდა ხო მთელი კასკადი დაიწყო და ფაქტობრივად ეს იყო ერთ-ერთი გამოხატულება და აი აქ უკვე ხედავთ თქვენ 1848 წლის რევოლუციას, თებერვლის რევოლუციას ვეძახით ამ შემთხვევაში საჯარო შეკრებები პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით, როდესაც მთავრობამ აკრძალა ბანკეტები, შეკრებები, მანიფესტაციები და ასეთი გამოსვლები ერთი წუთით მეგობრებო რა მოვიდა ამას თავიდან გავაზიარებ ეს უკვე აი უნდა გაარჩიოთ 1830 წლის ივლისის გამოსვლები და ეს არის 1858 წლის თებერვლის რევოლუცია. ანუ 30 წელს გამოდიან შარლმეათის გაგდების მოთხოვნით, 58 წელს თებერვალში უკვე მთავრობამ ერთ-ერთი მანიფესტაციების ჩატარება აკრძალა ფაქტობრივად და პარიზის ქუჩებში ისევ ხალხი გამოვიდა და ლუი ფილიპი საბოლოო ჯამში იძულებული გახდა გადადგომილიყო და ამისი ბედიც იყო რომ გაიქცა ინგლისში საბოლოო ჯამში 1840 წლისთვის მისი ბოლოც ამ შემთხვევაში იყო ეს აქაც იგივე პრინციპი შეიძლება ვთქვათ რატო გაიქცა ინგლისში ახლა უკვე წეღან ვისაუბრე და ამაზე აღარ გავთ საბოლოო შედეგი რა იყო რომ საფრანგეთი 1858-52 წლებში გამოცხადდა მეორე რესპუბლიკად დაიწყო საფრანგეთმა ახალი ასე ვთქვათ რეფორმების გატარება
საყოველთაო ხმები სუფლება მამაკაცებმა 21 წლის ასაკიდან მიიღეს. დაპირებული ეს სოციალური რეფორმები მუშების ხარდამჭერი შეიქმნა ეროვნული სახელოსნო ფაბრიკები და უმუშევრების დასაქმება დაიწყო და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება შემდგომ გაკვეთის ამის უფრო დეტალურ ანალიზს რომ გავყვეთ, რაც უშუალოდ ეხება ამ შემთხვევაში ლუი ფილიპს და ეს ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ. 1848 წლის რევოლუცია საფრანგეთში, რომელიც დაკავშირებულია ამ შემთხვევაში ლუი ბლანთან, ლუი ფილიპის მოწინააღმდეგე იყო ლუი ბლანი, რომელიც უშუალოდ უპირისპირდება ოპოზიციური ფრთიდან ფრანგი სოციალისტი გახლდათ ლუი ბლანი და ამ შემთხვევაში იგი 1848 წლის 22 თებერვალს მონაწილეობას იღებს იმ დემონსტრაციის ჩატარება რო აკრძალა ლუი ფილიპმა აი მაგ საკითხში და ფაქტობრივად ამას ისიც ემთხვევა რომ 1856 წელს მოუსავლიანი წლები დაემთხვა 1857 წლისთვის ფრანგი მოსახლეობის 1/13 შიმშილობდა და ლუი ფილიპმა დგასცა ასეთი დაპირება რომ მე თუ ამირჩევთ ყველა უმუშევარს დავასაქმებ სახელმწიფო საწარმოში და სახელმწიფო საკუთრების ნაციონალიზაცია მოხდება. ანუ ყველა სახელმწიფო საკუთრებაში რაც კი არის რაიმე შენობა თუ შემოსავლის წყარო ფაქტობრივად ხალხს დაურიგდებაო რა. და აი ამის მიზეზი იყო ის რომ ამ შემთხვევაში მისიე სალმა აკრძალა დემონსტრაციების ჩატარება. ამის საპირისპიროდ, რომელიც მერე ბარიკადულ კონფლიქტში გადაიზარდა თებერვლიდან დაიწყო და ფაქტობრივად 23 თებერვლიდან ნაციონალურ გვარდია, რომელიც ხალხის მხარეს გადავიდა, მუშების მხარეს, სტუდენტების მხარეს გადავიდა, 3 დღეში 26 თებერვალს უკვე ლუი ფილიპი იძულებული გახდა ინგლისში გაქცეულიყო, როგორც გითხარით და საფრანგეთი გამოცხადა 1858-52 წლებში მეორე რესპუბლიკად, პირველი რესპუბლიკა იცით 1791 წელს იყო და მერე უკვე მეორე რესპუბლიკად გამოცხადდა. ძალიან მალე დაიგეგმა უკვე აპრილში ახალი არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემის უფლება ამ შემთხვევაში მიეცა 9 მილიონ ადამიანს, 100,000-დან 9 მილიონამდე გაიზარდა. საბოლოო ჯამში ის ოპოზიციური ფრთა, რომელიც ამ შემთხვევაში მოვიდა და უშუალოდ სათავეში ჩაუდგა აი ამ ფრანგ მოსახლეობას, მის წინააღმდეგაც ფრანგებმა კრიტიკა დაიწყეს, იმიტომ რომ ბურჟუაზია განსაკუთრებით აკრიტიკებდა, ვერ გავიგე კაცო რა სჭირს ამ პრეზენტაციას. თეწეთით კიდევ თავიდან გავაზიარო. გამოჩნდა ხო? თუ არა? იგი გამოჩნდა. ხო. ვერ გავიგე რა. აბა კამერას გავთიშავ და ესე ვისაუბრებ იქნებ რა ვიცი, ხარისხი მომატოს. კაი, მოკლედ ამას ესე გავაზიარებ. პლანშეტიდან გავთიშავ, თორე როგორც ჩანს არ ჩანს ეს. ეხა გამოჩნდა?
ხო. კარგი. და ანუ ჩვენ მივედით სად? აი აქ ვიყავით გაჩერებულები. როცა 1858 წლის 24 თებერვალს გამოცხადა საფრანგეთში მეორე რესპუბლიკა და უკვე 3 აპრილს დაინიშნა ახალი არჩევნები, რომელშიც უკვე 9 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იმ ბურჟუაზიის მხრიდან, რომელსაც ასევე გარკვეული ტიპის უფლებები ეზღუდებოდა, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ვინც უკვე არჩეული იყო. ის ნაციონალური საწარმოები, რომელსაც ლუი ბლანი დაპირდა ხალხს, რომ გავხსნითო 23 საწარმო ფაქტობრივად დაიხურა და შედეგი ის იყო, რომ ხალხის ინტერესები ისე ვერ დაკმაყოფილდა და 1858 წლის 23 ივნისს დაიწყო ხელახალი გამოსვლები მუშების და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მუშათა ხელახალ გამოსვლებში ივნისის რევოლუციას გულისხმობთ და შედეგი იყო ის, რომ ეს აჯანყება ჩაიშრო და 12000 ადამიანი შეეწირა უკვე აი ამ კონფლიქტს, ოპოზიციურ კონფლიქტს ამ შემთხვევაში და 1858 წლის დეკემბერში ეს კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ლუი ნაპოლეონი, რომელიც ასევე ინგლისში იყო გაქცეული 1840 წელს, ჩამოვიდა იქედან და მან მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ის ლუი ნაპოლეონია, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ძმის შვილი იყო და მან 75% მიიღო 1858 წლის დეკემბრის არჩევნებში. იგი ხალხს პირდებოდა წესრიგსა და დაცულობას, ბურჟუაზიას პირდებოდა წესრიგსა და დაცულობას და წვრილ ბურჟუაზიას პირდებოდა სიღარიბისა და სოციალური თვალსაჩინობის დაძლევას და აბა ეხლა გამოიცანით ამან რა გააკეთა, შეასრულა თუ ვერ შეასრულა ეს ბოლომდე. თქვენი აზრი. ამასაც გაიქცა ძალაუფლება და ესეც გამსხალდა მეგობრებო, მინდა გითხრათ. და ამან საერთოდ იმპერია დაამყარა და საფრანგეთი მეორე იმპერია დაქცია. 1858-52 წელი აი ხედავთ საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი რო გახდა შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი, იგივე ნაპოლეონ მესამე, საფრანგეთის იმპერატორი გახდა უკვე 1852 წლიდან 70 წლამდე და ეს ნაპოლეონს გადაუჯოկრა და მერე ლუი ბონაპარტის ვაჟი ავიდა მის შემდეგ ტახტზე. აი ეს არის გენერალი კავენიაკი, რომელიც ივნისის რევოლუციების დროს ფაქტობრივად მონაწილეობას იღებდა ხალხის ხარეს გადავიდა. ეს კიდევ არის მეორე პრეზიდენტი საფრანგეთის, რომელიც გახდა. ხო, ესენი უკვე გავიარეთ. კარგით, ეხლა გადავიდეთ უკვე შემდგომ ქვეყნებში, რაც სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდა. ეს ეხება ამ შემთხვევაში გერმანიას და გერმანიის კონფედერაცია, რომელიც 1814-1858 წლებში არსებობდა. 1815 წელს ვენის კონგრესზე შეიქმნა გერმანიის კონფედერაცია. გახსოვთ ხო, ეს პატარა 39 დამოუკიდებელ სახელმწიფო სამთავროთ რო ჩამოყალიბდა და დაიშალა და საეკლესიო ტერიტორიები და თავისუფალი ქალაქები ყველა ერთად გაერთიანდა. აი ესენი ფაქტობრივად კონფედერაციაში იყო გაერთიანებული. კონფედერაცია იყო ძალიან სუსტი, ყველა სახელმწიფოს ფაქტობრივად შეეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და აი ამ კონფედერაციას ხელმძღვანელობდა ავსტრია. და როდესაც ივლისში საფრანგეთში მონარქიის წინააღმდეგ ევროპული აფეთქება დაიწყო ფაქტობრივად, ხო, 1830 წლის მოვლენებმა და საფრანგეთის რევოლუციამ გერმანელი სამთავროები შთააგონა, რომ მათაც დაეწყოთ იგივე ტიპის გამოსვლები, მოეთხოვათ კონსტიტუცია, პატარა სახელმწიფოებს უნდოდათ კონსტიტუცია, ცენზურის გაუქმება უნდოდათ მათ შორის და 1858 წლის თებერვალში სამხრეთ გერმანიაში ხალხი გამოვიდა ქუჩებში და პრესის თავისუფლებას და დემოკრატიულ უფლებებს ითხოვდნენ, ასევე ითხოვდნენ გერმანული პარლამენტის შექმნას
ასევე ითხოვდნენ ნაფიც მსაჯულთა იმის ჩამოყალიბებას, სასამართლოების ჩამოყალიბებას და ეს პროცესი ამ პროცესს კიდევ ისიც დაერთო, რომ 1858 წელს შიმშილი გაბატონებული იყო მაშინდელ გერმანიაში და მეწარმეები ძალიან დიდ გაჭირვებაში იყვნენ. ასევე გერმანია ითხოვდა გაერთიანებას. ანუ ესენი იყო დაქსაქსული ნაციონალური, პატარა ნაციონალური ჯგუფები, რომლებიც ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ლიბერალიზმი, რომელიც მთავარი მიღწევა იყო ალბათ მაშინდელი სიტყვის თავისუფლებისა და კონსტიტუციური მოთხოვნებისა, ესეც გამოვლინდა, აი ესეც მოთხოვნებში იყო ჩაწერილი და ეს ყველაფერი აქტიურად ბარიკადურ ბრძოლებში გადაიზარდა 1858 წლის მარტში ავსტრიაშიც და პრუსიაშიც და ყველგან ითხოვდნენ ლიბერალურ მინისტრებს და კონსტიტუციური კრება მოიწვიეს საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ქალაქებში დაიწყო დემონსტრაციები, ბარიკადები ააგეს და პრუსიის მაშინდელმა მეფე ფერდინანდმა დროებით დათმო მმართველობა და პირობა დადო, რომ კონსტიტუციას მიიღებდა და მაისში შეიქმნა ფრანკფურტის პარლამენტი, პირველი ზოგადგერმანული საკანონმდებლო ორგანო, რომლის მიზანიც იყო კონსტიტუციის შექმნა და ერთიანობის მიღწევა და მათი მიზანი იყო, რომ შეექმნათ და მოემზადებინათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ფაქტობრივად ხელს შეუწყობდა გერმანიის ლიბერალურ სახელმწიფოდ ქცევას, ხო? ასე რომ საკონსტიტუციო მონარქია გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები და ერთიან გერმანიაში ჩაეყარა საფუძველი პრუსიის ხელმძღვანელობით. მაგრამ ამას ერთი საინტერესო დასასრული აქვს, რომ 1800 საბოლოო ჯამში ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხე, რომელიც მაშინდელი პრუსიის იმპერატორი და მეფე იყო, ეს ადამიანი და გაჩვენებთ ბარემ გერმანიაში არსებულ ამბებს, როგორ განვითარდა. ეს არის 1858 წლის 13 მარტი, მეტერნიხი, რომელიც თავგადაკლული მონარქისტი იყო, გახსოვთ, მეტერნიხი წარმოდგენილი იყო, ვენის კონგრესის თავმჯდომარე იყო, გადადგა ლიბერალური რევოლუციის დროშა, რომელიც აფრიალდა გერმანიაში, ესეც აი ასე გამოიყურება. ესეც რევოლუციური დროშაა ფაქტობრივად და აი თქვენ ხედავთ ახლა სადაც კი წითლად ხედავთ ცეცხლს მთელ ევროპაში არის ეს რევოლუციური ამბები მოდებული, ანუ ყველგან არის ერთი და იგივე სიგიჟე ფაქტობრივად დაწყებული მთელ ევროპაში, მათ შორის პოლონეთში და აი ეს არის მაისის შედეგები, არჩევნები რომ ჩატარდა. აი ეს არის მოციქული პავლეს სახელობის ეკლესია, რომელშიც შეიკრიბნენ და პირველი პარლამენტი გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებების სწორედ აქ მიიღეს. პრუსიის ნაციონალური კრება ბერლინში ჩამოყალიბდა, საკონსტიტუციო რაიხსტაგი ვენაში. აი ნახეთ, ფრანკფურტი, ბერლინი, აქეთ არის ვენა. და ეს არის ბარიკადული ბრძოლები, რომელიც მონარქისტებსა და რესპუბლიკელებს შორის მიმდინარეობდა გერმანიაში, მაგრამ მაისში, როგორც გითხარით, წარმატებას მიაღწიეს და 1858-59 წლებში ეს წარმატება მივიდა იქამდე, რომ გერმანელებმა გამოსცეს გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები და ქალი, გამათავისუფლებელი გერმანელი ქალი, რომელიც დროშით ხელში, ეს არის სიმბოლო გერმანიისა ლიბერალური სახელმწიფო ჩამოყალიბებისა. ეს არის ფრანკფურტის პარლამენტი და ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხე, რომელმაც როგორც გითხარით, თავიდან პირობა დადო, რომ კონსტიტუციას მივიღებო. საბოლოო ჯამში მან ეს პირობა არ შეასრულა და მან თქვა, რომ თითქოს თავიდან თქვა, რომ უარს ვამბობ იმპერატორის გვირგვინზეო და მიჩენიაო, რომ ხალხისგან მოცემული გვირგვინი მქონდესო, ვიდრე ღმერთისგან მონიჭებულიო. მაგრამ საბოლოო ჯამში სექტემბერში ეს ნაციონალური კრება ფრანკფურტის დაიშალა, ბუნდესტაგი აღადგინა და ბერლინსა და ვენაში რევოლუციები მაინც ჩაიხშვა სამხედრო ძალით. და შედეგი შეიძლება ითქვას ამ რევოლუციის გერმანიაში იყო წარუმატებელი. იგივე ხდება ავსტრიაში. ანუ ვენა
ამ შემთხვევაში ვენაში განვითარებული მეტერნიხის ეპოქა, ანუ კლემენ ფონ მეტერნიხი, რომელიც იყო მეტერნიხისეული სისტემა ჰქონდა შექმნილი და ეზიზღებოდა ლიბერალიზმი, ნაციონალიზმი, პოლიტიკურ მეთვალყურეობას ფაქტობრივად უწევდა ისიც ყველაფერს და ავსტრიაშიც იგივე სიტუაცია იყო და ფაქტობრივად მეტერნიხი რომ მარტში გადადგა არის სწორედ ნაციონალური უმცირესობების, კერძოდ უნგრელების, ჩეხების, იტალიელების უკმაყოფილება, სოციალური უკმაყოფილება და მარტის ბოლოს ვენაში აქაც მასობრივი გამოსვლები იწყება და ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე რომ მეტერნიხი გადადგება და შეიქმნება ავსტრიაში საკონსტიტუციო რაიხსტაგი, რომელიც მართვა-გამგებლობას აიღებს და იგი შექმნის რესპუბლიკურ წყობას. იგივე ხდება სხვადასხვა ქვეყნებში. ესენია მაგალითად უნგრეთის რევოლუცია და ამ შემთხვევაში უნგრელებმა ლაიოშ კოშუთის ხელმძღვანელობით მოითხოვეს ძალიან დიდი და ფართო ავტონომია, რაც არ გამოვიდა ბოლომდე, მაგრამ აპრილში უნგრეთმა შეძლო ის, რომ ნაწილობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა და ასევე ჩეხებიც იყვნენ მათ შორის აჯანყებულები 1859 წელს რუსეთმა დიდი როლი ითამაშა სხვათა შორის უნგრეთსა და ჩეხეთში აი ამ რევოლუციების სამხედრო ძალის ჩახშობაში და ჩეხები პრაღაში ითხოვდნენ თავიანთ ეროვნულ უფლებებს, დაიწყო აჯანყება, თუმცა ჩეხეთში ავსტრიის ჯარებმა ჩაახშეს ეს აჯანყება და წარუმატებლად დასრულდა. საბოლოო შედეგი რა იყო? 1859 წლის რუსეთმა ავსტრიას სამხედრო დახმარება გაუწია, ნიკოლოზ პირველის ჯარები ფაქტობრივად შევიდა და ავსტრიაში ეს ამბები აჯანყების რომ რევოლუცია ლიბერალური სამყაროთი მონარქია ლიბერალური მმართველობით შეცვლილი იყო ჩაიშალა. უნგრეთის რევოლუცია ხო სასტიკად ჩაახშეს, აი დახვრეტა აქ უკვე და ავსტრიამ აღადგინა ცენტრალიზებული მართვა-გამგებლობა და ავსტრია ჩამოყალიბდა ავტორიტარულ მმართველობად და შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მოგვიანო პერიოდში გამოიღებს შედეგს და ავსტრიაშიც, გერმანიაშიც და საფრანგეთშიც და იტალიაშიც დაიწყება დიდი აჯანყებები, რომელიც გადაიზრდება მერე სათითაო ქვეყნის რესპუბლიკურ წყობად ჩამოყალიბებაში. ეს კიდევ არ ჩანდა, მეგობრებო? ეხლა გაშა. კარგით. მოკლედ, ეს არის თქვენი გაკვეთილები, რომელიც თქვენ გექნებათ ამ შემთხვევაში დასამუშავებლად სასწავლი.